მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა აბიტურიენტის დღიური მე მისი წამყვანი მარია მენაბდიშვილი ვარ. ჩვენ როგორც ყოველთვის განვიხილავთ ერთიან ეროვნულ გამოცდებს და მე მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს იყო გამოცდა ქიმიაში. ეს არის ბოლოს წინა გამოცდა, იყო მხოლოდ ერთი სესია და ვინაიდან არ იყო დარეგისტრირებული ძალიან ბევრი აპლიკანტი, მხოლოდ ერთ საგამოცდო ცენტრში ჩატარდა გამოცდა თბილისში. ეს იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და რადგან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დიდი ნაკადი არ მისულა გამოცდაზე შესაბამისად არ იყო დიდი კონკურენცია და ამიტომაც თქვენ გაქვთ დიდი შანსი რომ მიიღოთ დაფინანსება. მე სანამ კიდევ ერთ სიახლეს მოგაწვდით, მინდა შეგახსენოთ ჩვენი სტუდიის ნომერი, ეს არის 235 33 40 933 40 955 000. თქვენ შეგიძლიათ მოგწეროთ, მოკლე ტექსტური შეტყობინებები, დაგვისვათ შეკითხვები, მოგვაწოდოთ თქვენი იდეები იმისათვის რომ მიიღოთ ინფორმაცია როგორც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ასევე სამაგისტრო გამოცდასა და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდის შესახებ, ასევე შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია თუ რა პროცესები მიმდინარეობს ზოგადად განათლების სისტემაში, რადგან ვფიქრობ, რომ ბევრი ცვლილება განხორციელდება, ბევრი სიახლე იქნება და საკმაოდ პროგრესული სიახლეც. ასევე შეგიძლიათ თქვენი შეკითხვები დაგვიწეროთ Facebook-ის გვერდზე აბიტურიენტის დღიური და როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ თქვენ მიერ მოწოდებულ იდეებს. ახლა კი მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ერთი სიახლის შესახებ, ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, ეთერსაც სწორედ ამით ვიწყებთ. ხოლო ამის შემდეგ კი შემოგთავაზებთ სიუჟეტს თუ რა ხდებოდა დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ახლა კი სიახლის შესახებ. გიორგი მარგველაშვილმა ახალი მინისტრი წარუდგინა საზოგადოებას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას ახალი მინისტრი თამარ სანიკიძე წარუდგინა. თამარ სანიკიძე, რომელსაც მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა, გადაინაცვლებს მინისტრის პოსტზე. გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე მოკლედ შეაჯამა მინისტრობის პერიოდი და ჟურნალისტებს 8 თვის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ესაუბრა. ხოლო რაც შეეხება პროექტებს, რომლებიც მან დაგეგმა 8 თვის განმავლობაში, ეს პროექტები არის შემდეგი: სისტემის დეპოლიტიზაცია, მასწავლებელთა გაზრდილი ხელფასები, ასევე სკოლის ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალის გაზრდილი ხელფასები. ეს არის 40-დან 45%-მდე. და მან თქვა, რომ ეს იყო ერთ-ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც განახორციელა განათლების სამინისტრომ. ასევე სასკოლო ავტობუსები. 16,000-მდე მოსწავლეა უზრუნველყოფილი სასკოლო ავტობუსებით. შემუშავდა პროფესიული განათლების 2013-2020 წლების სტრატეგია. შეიქმნა პროფესიული განათლების დაფინანსების ახალი მეთოდი. 15,000 პროფესიული სტუდენტის სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს. ეს არის შესანიშნავი პროექტი, ვფიქრობ, რადგან სტუდენტთა დაფინანსება არის მაინც დიდი პრობლემა საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ წელს 17 მიმართულებას აფინანსებს განათლების სამინისტრო. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული იქნება თუ ეს პროექტი განხორციელდება. რაც შეეხება შემდეგ პროექტს, სტუდენტთა გაზრდილი დაფინანსება. 2013 წლის ბიუჯეტში სტუდენტთა საგრანტო დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხები გაიზარდა. ეს საკმაოდ პროგრესულია, ჩემი აზრით. წამყვანი მიმართულების 17 სპეციალობაზე დააფინანსებს სწავლას სახელმწიფო. ეს უკვე განხორციელებული პროექტია და წელს ჩამბარებელ აბიტურიენტებს შანსი აქვთ, რომ მიიღონ დაფინანსება ამ 17 მიმართულებაზე. ჩვენ გადაცემაში გვეყოლება სტუმრად აბიტურიენტი, რომელმაც ამ 17 მიმართულებიდან ერთ-ერთი გამოცდა ჩააბარა, ქიმიის გამოცდა და ჩვენ სწორედ ამ გამოცდის შესახებ ვისაუბრებთ, რადგან ვფიქრობ, რომ აქტუალურია ეს გამოცდა და ძალიან ბევრი ინფორმაციის მიღება არის შესაძლებელი, თუ როგორ მიმდინარეობდა დღეს გამოცდის პროცესი. რაც შეეხება გაორმაგებულ დაფინანსებებს, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებებზე გაუმჯობეს და 2013 წელს ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო დაფინანსების წლიური მოცულობა ნიშნავს, რომ საგრანტო დაფინანსება ყველა ფაკულტეტზე გავრცელდება. ესე იგი, არ იქნება მხოლოდ ცალკეული დაფინანსება, ვთქვათ 50%-იანი, 70%-იანი და 100%-იანი ცალკეულ ფაკულტეტებზე, ისევე როგორც ეს იყო შარშან და ზოგიერთ მიმართულებაზე მხოლოდ 100%-იანი დაფინანსება იყო, ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ 30%-იანი დაფინანსება გაუქმდა და დარჩა როგორც ზემოთ აღნიშნე 50, 70 და 100%-იანი დაფინანსება. ხოლო სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს პროგრამის ბიუჯეტი წელს პირველად დაფინანსდება დოქტორანტურა და რადგანაც დოქტორანტურა ფინანსდება, ეს ძალიან დიდი პროგრესია ჩემი აზრით. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგ პროექტს ახორციელებს განათლების სამინისტრო.
სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია. ესე ძალიან საჭიროა, რადგან საქართველოს ნამდვილად საჭიროებს სკოლების რეაბილიტაციას. არის ისეთი პირობები ზოგიერთ სკოლაში, სადაც სწავლა ფაქტობრივად შეუძლებელია. სკოლების საქართველოს მთავრობა და 1000 წლეულის გამოწვევის კორპორაცია. ეს არის მეორე კომპაქტის ფარგლებში საქართველოს 140 მილიონი დოლარის მოცულობის 5 წლიანი კომპაქტი დაუმტკიცა, თანხა მოხმარდება როგორც ზოგად ისე პროფესიულ და უმაღლეს განათლებას კომპაქტის ფარგლებში დაფუძნდება ამერიკული უნივერსიტეტი საქართველოში. ეს განათლების სისტემაში ძალიან დიდი პროგრესია, რადგან მოგეხსენებათ თუ რა მეთოდია, როგორი მეთოდი მოქმედებს ზოგადად ამერიკული სწავლების სისტემაში და ვფიქრობ, რომ ქართველ აბიტურიენტებსა თუ სტუდენტებს ძალიან დააინტერესებთ ეს მეთოდი. მე ვფიქრობ, რომ ახალი მინისტრის წარდგენისა და განხორციელებული პროექტების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდეთ, სამწუხაროდ ვერ ხერხდება დღეს მინისტრობის კანდიდატის კომენტარის თქვენთვის ჩვენება, მაგრამ აბიტურიენტის დღიური ამას აუცილებლად განახორციელებს და მოგაწვით ამომწურავ ინფორმაციას კიდევ ერთხელ ვიმეორებ. რაც შეეხება მეორე ინფორმაციას, რომელიც განათლების სამინისტრომ გაავრცელა. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან მემორანდუმი გაფორმდა და თუ რას გულისხმობს ის გაგაცნობთ მე ამას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ დღეს თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. თანამშრომლობის მიზანია ქვეყნის შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ჩართვა ზოგადად აი ამაში, რაც მომავალი თაობისთვის მოგზაურობისა და ტურიზმის კულტურის დანერგვას ადრეული ასაკიდანვე დაეხმარება. ვფიქრობ, რომ საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ტურიზმის განვითარებაში და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმია, რომელიც გაფორმდა, როგორც უკვე მოგახსენეთ, არც ისე დიდი ხნის წინ. ქვეყნის შიდა ტურიზმის განვითარებისა და პოპულარიზაციის ახალგაზრდა თაობის თვითშემეცნების გაზრდის მიზნით ხელმომწერი მხარეები ვალდებულებას იღებენ დაგეგმონ და განახორციელონ ერთობლივი ღონისძიებები. ეს ღონისძიებები იგეგმება მომავალში და ვფიქრობ, რომ განათლების სამინისტრო ძალიან საინტერესო პროექტებსა და ღონისძიებებს შესთავაზებს დაინტერესებულ პირებს. ეს რაც შეეხება ინფორმაციას, რომელიც განათლების სამინისტრომ მოგვაწოდა და გამოაქვეყნა საკუთარ გვერდზე, თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ და ნახოთ განათლების სამინისტროს საიტზე ეს ინფორმაცია, ასევე Facebook-ის გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ თუ რაც გაინტერესებთ დაწვრილებით და მე როგორც უკვე მოგახსენეთ, ახლა ჩვენ ვიხილავთ სიუჟეტს თუ დღეს რა ხდებოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქიმიის გამოცდაზე. ჩვენ როგორც უკვე მოგახსენეთ, ვიხილავთ სიუჟეტს თუ რა ხდებოდა დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ვნახოთ სიუჟეტი. 16 ივლისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგი ეტაპი ქიმიაში. აბიტურიენტებს ჰქონდათ ზუსტად 2 საათი იმისათვის, რომ ემუშავათ ტესტზე. სამედიცინოზე ვაბარებ ჯავახიშვილში. განწყობა კაი მაქვს, იმიტომ რომ ადვილი იყო ზოგადად ეს გამოცდები და ქიმიაც კარგად ვიცით და იმედი მაქვს, რომ ჩავაბარებ. ბოლოს წინ ადრე არ უკვე მართლაც თავდება გამოცდები, ქიმიის გამოცდა დღეს. რეგისტრაცია დასრულდა. შვიდობიანად და რამე განსაკუთრებულ მოვლენას ან არც არავინ ცუდად არ გამხდარა საბედნიეროდ. ისაც იქ აბიტურიენტებს ნაკადო მართლა ვთქვა, 600 აბიტურიენტი აბარებს თბილისში ქიმიას, ყველანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სხვა ცენტრებში აღარც არის საგამოცდო ცენტრები დაიხურა და ხვალ დარჩა ფიზიკა და ამით ამოიწურება ეს საქმე. ძალიან ადვილი იყო, ნახოთ არ მოველოდი რომ ესეთი ადვილი ხდებოდა, როგორც ვთქვათ, აგერ 1 საათიც არ დამჭირვებია. აბიტურიენტის დღიური დაგიბრუნდათ ეთერში. ვფიქრობ, რომ სიუჟეტში ამომწურავად იყო ნაჩვენები თუ რა ხდებოდა დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქიმიის გამოცდის მიმდინარეობის პროცესში. სერიოზული დარღვევები არ დაფიქსირებულა, საგამოცდო პროცესმა მშვიდობიანად ჩაიარა. ძალიან მობილიზებულები არიან აბიტურიენტები იმისათვის, რომ წარმატებით გაიარონ ეს გამოცდა და მოხვდნენ სასურველ უნივერსიტეტში, შესაბამისად მე ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ წარმატებებს. სანამ ჩვენი სტუმარი შემოგვიერთდებოდეს, მე მინდა შეგახსენოთ ჩვენი სტუდიის ნომერი. ეს არის 235-33-07, თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ, განახორციელოთ სატელეფონო ზარები იმისათვის, რომ მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია ზოგადად განათლების სფეროში თუ რა ხდება დღეს საქართველოში, რა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პროცესში. ასევე შეგიძლიათ მოგწეროთ მოკლე ტექსტური შეტყობინებები ნომერზე
9:13:40 9:13:41 დაგვიწერეთ თქვენი შეკითხვები Facebook-ის გვერდზე. აბიტურიენტის დღიურ და ჩვენ აუცილებლად მოგაწვით ამ მომწურავ ინფორმაციას იმ საკითხის შესახებ, რაც თქვენ დაგაინტერესებთ. ახლა კი როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩვენი გადაცემის სტუმარი არის აბიტურიენტი, რომელმაც ჩააბარა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქიმია. ეს არის ნიკა თოლორდავა. გამარჯობა ნიკა, დიდი მადლობა სტუდიაში მოგბრძანებისთვის. დიდი მადლობა რომ პასუხობ აბიტურიენტის დღიურის შეკითხვებს. ნიკა, პირველი შეკითხვა რაც მინდა დაგისვა ქიმიის გამოცდის შესახებ. რატომ აირჩიე ქიმია? დაინტერესებული ვარ უფრო ამ სფეროში და ამით იყო გამოწვევა ჩემი ქიმიის არჩევა. საგნის სიყვარულის გამო აირჩიე და ვთქვათ არა იმიტომ რომ სახელმწიფო აფინანსებს ქიმიას არა, რა თქმა უნდა, ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, მაგრამ უფრო საგნის სიყვარულის გამო. როგორ მიმდინარეობდა საგამოცდო პროცესი? შენ როგორც ვიცი, სამი სავალდებულო გამოცდა ჩააბარა, ეს იყო ქართული ენა და ლიტერატურა, უნარები და უცხო ენა. სამივე გამოცდაზე რომ ვისაუბროთ, როგორ მიმდინარეობდა, იყო თუ არა რაიმე დარღვევა, რამე არ მოგეწონა, თუ ზოგადად რა ხდებოდა შენ სექტორში? არა, არანაირი დარღვევები, ყველაფერი წყნარად მიმდინარეობდა. ბრავი, როგორც საჭირო იყო ალბათ ისე, ყველაფერი ზომის ფარგლებში რა. უბრალოდ ერთ-ერთი შენს თუ შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ცხელა აუდიტორიებში და ალბათ ბევრს შეუშლის ხელს. გასაგებია. რაც შეეხება პირობებს, შენ შეგიძლია ამის შესახებ მიმართო, მე შეგახსენებ, რომ ოღონდ იმ დღესვე უნდა მიგემართა ალბათ, როცა უკმაყოფილო იყავი. თუ რაიმე არ მოგეწონებათ გამოცდის პროცესში, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ საგამოცდო ცენტრს 21 საათამდე და თქვენ აპელაციას 4 დღის გასვლის შემდეგ აუცილებლად დააკმაყოფილებენ. ახლა კი შენთან გადმოვალ კიდევ ერთი შეკითხვით. როგორი ტესტი იყო? რთული ტესტი იყო ქიმიაში? რა საკითხები შეხვდა? უფრო თეორიაზე იყო აგებული თუ პრაქტიკაზე? არა, თეორიულია, უფრო თეორიაზე აგებული ყველა ტესტი აბსოლუტურად. პრაქტიკები ძირითადად სკოლებში არ ისწავლება, ხო? რამდენად ჩემ დროს არ ისწავლებოდა და ასე, თეორიაზე იყო რა, ყურადღება გამახვილებული. გასაგებია, შენ დაინტერესებული ხარ, ესე იგი უფრო თეორიით და უფრო თეორია შეხვდა და უკეთ დაწერე. დაინტერესებული არ ვარ, როგორც ვიცი, მე ბოდიში რომ გაწყვეტინებ, ცდების ჩატარების საშუალება არ არის გამოცდის მიმდინარეობის პროცესში, შესაბამისად პრაქტიკაც ვერ იქნებოდა ისე კარგად გაშლილი. ამიტომ ალბათ უფრო თეორია შეხვდა, ხო? კი ბატონო. როგორი განწყობით შედიოდნენ აბიტურიენტები ქიმიის გამოცდაზე დღეს? ქიმია საერთოდ ისეთი საგანია, რომ ანუ რახან ცოტა აბარებს რა ამ საგანს და კონკურენციაც ნაკლებია. ამიტომ იმედი აქვს უფრო ბავშვებს, რომ გადალახვის, ანუ ბარიერის გადალახვის უფრო მეტი შანსია და უფრო მეტი მოხვედრის შანსია. ამიტომ უფრო მაღალია განწყობა ვიდრე სხვა საგნებში რა. სანამ ნიკასთან გადავიდოდე შემდეგი შეკითხვით, მე მინდა შეგახსენოთ ჩვენი სტუდიის ნომერი, ეს არის 235-33-07 დაგვირეკეთ. მოგწერთ მოკლე ტექსტური შეტყობინებები ნომერზე 9-33-07 9-33-41-9-59-00. დაგვიწერეთ თქვენი შეკითხვები Facebook-ის გვერდზე აბიტურიენტის დღიური და კომპეტენტური ადამიანები აუცილებლად ამომწურავად უპასუხებენ თქვენ შეკითხვებზე. მე მინდა შეგახსენოთ, უბრალოდ გითხრათ, რომ ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკში სატელეფონო ხაზზე ჩაგორთვება გამოცდების ეროვნული ცენტრის ქიმიის ჯგუფის ხელმძღვანელი და ის აუცილებლად გია ხატისაშვილი და ის აუცილებლად მოგვაწვის ინფორმაციას ქიმიის გამოცდის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობდა დღეს გამოცდა, როგორი ნაკადი იყო მოსული და ასე შემდეგ. ახლა კი ნიკა დაგისვამ კიდევ ერთ შეკითხვას და ამით ჩვენი საუბარი წავიყვანოთ ბოლომდე. კი ბატონო. ზოგადად უნარების გამოცდაზე, როგორც ვიცი, აბიტურიენტებს უფრო გაუჭირდათ ვერბალური ნაწილი, რადგან ამბობდნენ, რომ ეს იყო უფრო გართულებული წინა წელთან შედარებით. შენ რა სიტყვი? არ ვიცი, წინა წელს მე არ შემივარებია და წელს არ ვიცი, რთული ნამდვილად არ ყოფილა. ეს უბრალოდ ანუ უნარები ისეთი საგანია, რომ არ ისწავლებ, უფრო შენზეა დამოკიდებული რა. შეიძლება ხერხი სწავლო ამოხსნის, მაგრამ ნუ შენ აზროვნებაზეა უფრო დამოკიდებული ამოხსნის თუ არა და ალბათ ეს არის რა იმის მიზეზი, რომ უფრო გაუჭირდათ. მათემატიკა უფრო ამოხსნადია და ისწავლება რა. გასაგებია, მადლობა სტუმრობისთვის, მადლობა რომ უპასუხეთ ჩვენ შეკითხვებს. მე გისურვებ წარმატებებს, გისურვებ ჩაირიცხოს სწორედ იმ უნივერსიტეტში, იმ ფაკულტეტზე, სადაც შენ გსურს მიიღო დაფინანსება და კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას. მადლობა. ფიქრობ რომ ნიკამ ამომწურავად ისაუბრა ქიმიის გამოცდის შესახებ, ახლა კი როგორც მატყობინებენ სტუდიაში ზარია გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ, მოგესალმებით. უბრალოდ იმისთვის რა კარო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ არსებობს ესეთი გადაცემა. მეც ასევე აბიტურიენტი ვარ და ძალიან მომწონს თქვენი გადაცემა, არაერთი საინტერესო და კარგი ინფორმაცია მივიღეთ თქვენი გადაცემის საშუალებით და მადლობა ამისთვის. დიდი მადლობა ზარისთვის, დიდი მადლობა რომ უყურებთ აბიტურიენტის დღიურს. ჩვენ მუშაობთ სწორედ იმისთვის, რომ თქვენ მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია, სწორედ თქვენთვის მუშაობს აბიტურიენტის დღიური და კიდევ ერთხელ
მოგახსენებთ, რომ შეგიძლიათ თქვენი შეკითხვები დაგვიწეროთ Facebook-ის გვერდზე. აბიტურიენტის დღიური დაგვირეკოთ სტუდიაში, როგორც დღეს მაყურებელმა დარეკა და გამოხატა საკუთარი აზრი ნომერზე 235-33-07 მოგწეროთ ბოგდა ტექსტური შეტყობინებები 9-33-40, 9-33-41, 9-55-00. აუცილებლად დაგვირეკეთ, რადგან დააფიქსიროთ თქვენი აზრი. ნიკა, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკი ამით დასრულდა. გადაცემის მეორე ბლოკში, როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩაგვერთვება ქიმიის ჯგუფის ხელმძღვანელი და ისაუბრებს ქიმიის გამოცდის შესახებ. დაგველოდეთ. Was a young man, always wanted to play in the band, but people doubted and said you can't. Mama told me be the best I can. აბიტურიენტის დღიური დაგიბრუნდეთ ეთერში. მე მინდა შეგახსენოთ ჩვენი სტუდიის ნომერი, ეს არის 295-13-07. თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ, ასევე შეგახსენებთ SMS ნომერს, ეს არის 9-33-40, 9-33-41, 9-55-00. თქვენი შეკითხვები შეგიძლიათ დაგვიწეროთ Facebook-ის გვერდზე აბიტურიენტის დღური და როგორც ზემოთ აღნიშნე, ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ თქვენ მიერ მოწოდებულ იდეებს იმისათვის, რომ შემდეგი გადაცემა მოვამზადოთ სწორედ იმ თემაზე, რაც თქვენ დაგაინტერესებთ. ახლა კი მე მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდის შესახებ. ეს გამოცდები დასრულდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ თქვენთვის საინტერესო უნდა იყოს. ახლა რასაც წავიკითხავ წინა გადაცემაში მარიამმა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე ისაუბრა კრიტერიუმებზე, მე კი ქიმიის გამოცდის კრიტერიუმები მინდა მოგახსენოთ, რადგან ქიმიის გამოცდა ძალიან აქტუალურია, როგორც ვისაუბრე და ვფიქრობ, რომ დაგაინტერესებთ. მანამდე კი მე მინდა შეგახსენოთ თუ რომელი გამოცდების საკითხები დაიდო საიტზე. ეს არის ბიოლოგიის გამოცდა, სამაგისტრო გამოცდა, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა, აბსოლუტურად ყველა ისტორიის, მათემატიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის ზოგადი უნარების გამოცდა. ეს არის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები. ახლა კი როგორც მოგახსენეთ, მე წავიკითხავ იმ კრიტერიუმებს, რომლითაც ფასდებიან მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე დაფიქსირებული აპლიკანტები, კრიტერიუმებზეა საუბარი. ესენია სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტის მაქსიმალური შეფასება იქნება 70 ქულა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს 60%. ვფიქრობ, რომ დაბალი ზღვარი არ არის, მაგრამ რადგან მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებია, ალბათ რთული არ უნდა იყოს. ანუ სერტიფიკატის მისაღებად საჭირო იქნება მინიმუმ 53 ქულის მიღება იმისათვის, რომ გადალახოთ ბარიერი. მაქსიმალურ ჯამურ ქულაში იმ საკითხთა ხვედრის წილი, რომლებიც სცილდება სასკოლო პროგრამის კურსს, მაგრამ შეტანილია მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტში, არ იქნება 10%-ზე მეტი. შესაბამისად, თქვენ ცალკეულ უნარებსა და ზოგად განათლებაზეც არის დამოკიდებული მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა. ზოგიერთი დავალება მოითხოვდა იმ მათემატიკური აპარატის ფლობას, რომელიც მითითებულია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლების პროფესიულ სტანდარტებში. გათვალისწინებული იქნება, რომ ასეთ ამოცანაში შესასრულებელი გამოთვლებისას თქვენ არ საჭიროებთ კალკულატორის გამოყენება. შესაბამისად, ზეპირადაც შეგეძლოთ, რომ გაგეკეთებინათ მოცემული დავალებები, ეს აუცილებლად შედიოდა თქვენ უნარჩვევებში. ვფიქრობ, რომ ეს საინტერესო იყო თქვენთვის. ახლა კი ჩვენ სტუმრად გვერთვება გამოცდების ეროვნული ცენტრის ქიმიის ჯგუფის ხელმძღვანელი ბატონი გია ხატისაშვილი. გამარჯობათ ბატონო გია, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, მოგესალმებით. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ პასუხობთ აბიტურიენტის დღიური შეკითხვებს. ბატონო გია, როგორ მიმდინარეობდა დღეს ქიმიის გამოცდა? გამოცდა ნორმალურად მიმდინარეობდა, არანაირი შეკითხვები არ ყოფილა ტესტის გარშემო, სხვა რაიმე პრობლემა არ გაჩენილა, ისე რომ ყველაფერმა შვიდად და წნარად სამუშაოს ვითარებაში ჩაია. ბატონო გია, თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენი აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული ქიმიის გამოცდაზე? დარეგისტრირებული იყო 1578 აპლიკანტი.
და გამოცხადდა ყველა? სამწუხაროდ ეგ ინფორმაცია არ მაქვს მე, მაგრამ დაახლოებით როგორც წესი 1-2% არ გამოცხადდება ხოლმე საერთოდ. ბატონო გია, ასევე მინდა გითხოთ ზოგადად ტესტის შესახებ. ჩვენ ვიყავით თქვენთან ჩავწერეთ ინტერვიუ თქვენი საუბრეთ ტესტზე, მაგრამ ახლა როდესაც აბიტურიენტებმა უკვე ნახეს თუ რა საკითხები იყო ტესტში. ისინი ამბობდნენ, რომ ტესტი უფრო დამოკიდებული იყო, უბრალოდ აბიტურიენტის ცოდნაზე იყო ეს ყველაფერი გათვლილი თეორიულ ცოდნაზე და არა პრაქტიკულ უნარებზე. თქვენ რას ფიქრობთ? უბრალოდ როგორ იყო სინამდვილეში? მე არ მესმის პრაქტიკულ უნარებში რა იგულისხმება. ცხადია თეორიულ გამოცდაზე თეორიული ცოდნა მოწინდება. აქ იყო გათვალისწინებული, ძალიან დიდი აქცენტი იყო გაკეთებული იმაზე, აქვს თუ არა აბიტურიენტს ის უნარჩვევები, რომლებიც ქიმიის ცოდნისთვის მოეთხოვება. კერძოდ ფორმულების შედგენა, რეაქციების დონების შედგენა, შესაბამისი გამოთვლების შესრულება და მსგავსი უნარები, რომლებიც ქიმიისთვის სპეციფიკურია. დიახ. ბატონო გია, რადგან ეთერში გვერდთვებით, მე არ შემიძლია არ დაგისვათ ასეთი შეკითხვა ახლანდელი ინფორმაციის შესახებ, რომელიც განათლების სამინისტრომ გაავრცელა. ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა წარადგინა ახალი განათლების მინისტრი და მან ასევე გაგვაცნო პროექტები, 8 პროექტი, რომელიც უნდა განახორციელოს განათლების სამინისტრომ. ეს ალბათ გამოცდების ეროვნულ ცენტრსაც ეხება და აპირებს თუ არა რაიმე სრულების განხორციელებას ამის შემდეგ. სამწუხაროდ ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია ეს პროექტები და მოსაკვირველია ის, რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული ყველაფერს დავახორციელებთ. და ზოგადად თქვენ გაეცანით უკვე ამის შესახებ გქონდათ შეხვედრა განათლების მინისტრთან? არა, ამის შესახებ არა, ჩვენ ახლა თლიანად ჩართული ვართ გამოცდების და გასწორების პროცესში, ასე რომ ჯერჯერობით პირადად ჩვენი ჯგუფი და საბუნებისმეტყველო საგნების ჯგუფებს ასეთ შეხვედრები ჯერჯერობით არ ქონდათ. მოვალი დინაა და ბევრი საქმეა კიდევ. ბატონო გია, აბიტურიენტები ალბათ სულ მოუთქმელად ელოდებიან გამოცდების შედეგებს, პასუხებს. რამდენ ხანში დაიდება პასუხები? პასუხები უახლოეს დღეებში დაიდება. ესე იგი მინიმალური დრო რომ ვთქვათ, ან მაქსიმალური? 2-3 დღეში ალბათ. შეიძლება ხოლმე გადავნოდეს. გასაგებია, დიდი მადლობა ბატონო გია სატელეფონო ხაზზე რომ ჩაგვერთვეთ, დიდი მადლობა რომ უპასუხეთ აბიტურიენტის დღიურის შეკითხვებს, კარგად ბრძანდებოდეთ. ფიქრობ რომ ბატონმა გიამ საკმაოდ საინტერესო ისაუბრა ქიმიის გამოცდაზე, მას სამწუხაროდ არ აქვს ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რომელსაც განათლების სამინისტრო ახორციელებს მომავალში, მაგრამ გამოცდების ეროვნული ცენტრის ალბათ ბევრ საინტერესო პროექტს შემოგთავაზებს, მით უმეტეს როგორც ერთ-ერთ გადაცემაში ვისაუბრე და კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, გამოცდების ეროვნული ცენტრის ჟურნალი NAEC-G აკეთებს ასეთ კონკურსს, მე რომ ვიყო მასწავლებელი და შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მოსწავლეებმა. ეს მოსწავლეები დაწერენ რაღაც ცალკეულ ესეებს, წერილებს და კომპეტენტური ჟიური შეაფასებს გამოქვეყნებულ ესეებს, შემდეგ თქვენი შეფასების მიხედვით დაიკავებთ კონკრეტულ ადგილებს და თქვენი ნაშრომი გამოქვეყნდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ჟურნალში. თქვენ მოგენიჭებათ შესაბამისი პრიზი და ეს ვფიქრობ რომ უკვე საკმაოდ დიდი ჯილდოა, რადგანაც როდესაც ასეთ ჟურნალში ქვეყნდება შენი ნაშრომი ძალიან საინტერესო უნდა იყოს შენთვის და შენი მომავლისთვის. ამიტომ გაითვალისწინეთ სწორედ ეს პროექტი და აუცილებლად მიიღეთ ინფორმაცია ამის შესახებ. თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტზე და მიიღოთ უფრო ფართო ინფორმაცია ამის შესახებ. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენი სტუდიის ნომერს, ეს არის 2-33-13-40-9-13-41-9-45-00. პირველი არის სატელეფონო ხაზი, ხოლო შემდეგ არის მოკლე ტექსტური შეტყობინებების ნომრები. თქვენ შეგიძლიათ მოგწეროთ თქვენი შეკითხვები, აბიტურიენტის დღიურს მოაწოდოთ თქვენი იდეები იმისათვის, რომ ვისაუბროთ შემდეგ გადაცემაში სწორედ იმის შესახებ, რაც თქვენ გაინტერესებთ. მე კი შეგახსენებთ, რომ ხვალ არის ერთიანი ეროვნული გამოცდების ბოლო დღე, გამოცდა არის ფიზიკაში მხოლოდ 1 ნაკადი დილით 8 საათზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ამით გამოცდები დასრულდება და შემდეგ დაიწყება გასწორება, გასწორების შემდეგ დაიდება ქურლები, შემდეგ განიხილავენ თქვენ მიერ შეტანილ აპელაციას და აპელაცია მიიღება 3 დღის ვადაში. ამის შემდეგ თქვენ მიერ გამოთქმული პრეტენზიები და განცხადებები სამწუხაროდ აღარ მიიღება და ამიტომ დაიგვიანებთ, ეცადეთ რომ
სწორედ დადგენილ ვადაში შეიტანოთ თქვენ მიერ დაწერილი აპელაცია და აგვისტოში თქვენ უკვე გაიგებთ შედეგებს თუ რომელ უნივერსიტეტში მოხვდით, რომელ ფაკულტეტზე ხართ და მე კიდევ ერთი რამ მინდა შეგახსენოთ, როდესაც გაიგებთ გამოცდის შედეგებს თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ის ფაკულტეტები და არჩეული მიმართულებები, რომლებიც გეწერათ, რადგანაც გამოცდების ეროვნული ცენტრი თქვენ გაძლევთ ამის საშუალებას და თუ მაგალითად გადაიფიქრებთ, რომ ამ კონკრეტულ მიმართულებაზე გსურთ ჩაბარება, შეგიძლიათ შეცვალოთ და გადაიტანოთ სხვა მიმართულებაზე, თუ დაინტერესებული ხართ ამით, რა თქმა უნდა. აბიტურიენტის დღიური აუცილებლად გააშუქებს ფიზიკის გამოცდას, აუცილებლად შეაჯამებს გამოცდებს და ამას უკვე მარიამ ალელიშვილი გააკეთებს, ჩემი თანაწამყვანი, იგი აუცილებლად შეჯამებას მოგაწვდით, თუ როგორ მიმდინარეობდა საგამოცდო პროცესი, რამდენი დარღვევა იყო, რამდენი აბიტურიენტი გამოცხადდა, თუ როგორი მობილიზებულები იყავით გამოცდაზე, გააკეთეთ თუ არა რაიმე ისეთი, რაც საგამოცდო პროცესში არ უნდა გაგეკეთებინათ და ასეთი რამ სასიხარულოდ არ დაფიქსირებულა გარდა ერთი ასეთი შემთხვევისა, როდესაც აბიტურიენტი პირველში უნდა მოსულიყო გამოცდაზე სამწუხაროდ 9-ში მოვიდა, ის არაქართული წარმოშობის იყო და ერთი ასეთი აბიტურიენტიც იყო. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ 9 მსჯავრდებული აბარებდა წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს და მშვიდობიანად ჩაიარა საგამოცდო პროცესმა, ისინი ძალიან კომფორტულად და კარგად ისხდნენ საგამოცდო სექტორში და წერდნენ, მუშაობდნენ საკუთარ ტესტზე, აბარებდნენ ასევე შეზღუდული უნარების მქონე პირებიც, რომელთათვისაც სპეციალური პირობები იყო შექმნილი, როგორც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ასევე მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე, ასეთი როგორც ვიცი, ერთი მასწავლებელი იყო დარეგისტრირებული. იგი გამოცხადდა და ძალიან კომფორტულად ჩაიარა საგამოცდო პროცესმა. ფიზიკის გამოცდაზე არის საკმაოდ ცოტა აბიტურიენტი დარეგისტრირებული, კონკურენცია არ არის მაღალი, ფიზიკა არის სწორედ ის მიმართულება, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს კონკრეტულ 17 მიმართულებაზე და ამიტომ თქვენ შეგიძლიათ თუ გადალახავთ მინიმალური კომპეტენციის სხვას, მიიღოთ დაფინანსება. როგორც მატყობინებენ სტუდიაში ზარია, მოგესალმებით თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, გამარჯობათ. საინტერესოა, ისმენთ დიდი ყურადღებით. თუ გაქვთ ინფორმაცია მაგისტრატურის გამოცდების შესახებ, დაახლოებით როდისთვის უნდა ველოდეთ შედეგებს? დიდი მადლობა შეკითხვისთვის. რაც შეეხება სამაგისტრო გამოცდებს, ძალიან ბევრ შეკითხვას ვამენ და მე როგორც მივიღე ინფორმაცია სამაგისტრო გამოცდა დასრულდა ტესტების გასწორება დაიწყო და მინიმალური დრო იქნება 10 დღე არც კი, როდესაც დაიდება სამაგისტრო გამოცდის პასუხები. შესაბამისად დაელოდეთ, არის მღელვარების მომენტიც, მაგრამ ძალიან ბევრი ნაწერია გასასწორებელი, ამიტომ მაქსიმალურად ოპერატიულად მოგაწვდიან თქვენს შედეგებს. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ ჩვენი სტუდიის ნომერი, ეს არის 2-95-33-07, 9-33-40, 9-33-41, 9-55-00. თქვენ ასევე თქვენი შეკითხვები და იდეები შეგიძლიათ დაგვიწეროთ Facebook სკვერზე აბიტურიენტის დღიური და რაც შეეხება სამაგისტრო და მასწავლებლთა სასერტიფიკაციო გამოცდას, რადგან თქვენი მოთხოვნაა რომ ვისაუბროთ ამ გამოცდაზე, შემდეგ გადაცემაში აუცილებლად განვიხილავთ ისევ ამ გამოცდებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დასრულებულია, ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება შედეგებისა და აპელაციების შესახებ ინფორმაციის მოწოდება თქვენთვის, რადგან ესეც ძალიან აქტუალური თემაა, ისევე როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდები და დარეგისტრირებული აბიტურიენტების თემა და ფიზიკის გამოცდით ამოიწურება გამოცდები, შესაბამისად აბიტურიენტის დღიური იმუშავებს ამ გამოცდაზე, შემდეგ უფრო სხვა ინფორმაციით დაგიბრუნდებათ, ისევ თქვენთვის, ისევ იმისათვის, რომ თქვენ მოგაწოდოთ ინფორმაცია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დიდი მადლობა, რომ აბიტურიენტის დღიურს უყურებთ. ჩვენ როგორც უკვე მოგახსენეთ, მუშაობთ სწორედ თქვენთვის. ხვალ ჩემი თანაწამყვანი მარიამ ალელიშვილი შეაჯამებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს 7 საათზე. დაელოდეთ, რადგან ის ამომწურავი ინფორმაციას მოგაწვდით და აუცილებლად ისაუბრებს სწორედ იმ საკითხების შესახებ, რომლებიც თქვენ გაინტერესებთ. ამით გემშვიდობებით, კარგად ზანდებოდეთ. Oh,